ახლა გავიწე პირჯერ არ დამებანია და ასეთი დავბანელი პირით რა თქმა უნდა ჩემი გადამრჩენელი ეს რომ წინას ნაჭები რომ არ გამიჩნდეს და ძილის დროს პირიქით სწორდება მაქვს დაკრობილი მოვიხსნათ ესე იგი დღეს საათი გივალწოთ პირველ რიგში დღეს ჯვართამაღლებას და საათ მივდივარ მე ნახეთ რა საოცრება გურაფიქსირებს საოცრება მივდივარ შამანთან ვერსა შემაგონება მეუნება არა საათ მიდიხარ გიჟღვა 2 საათი უნდა ვიაროთ უფრო მეტი მივდივარ შამანთან ესე იგი როგორ იყო იცით მე ხო მივყვები ნიშნებს მე ხო ამ ნიშნებმა მომიყვანეს დღეს აქამდე და მქონდა ნიშანი სოკოზე ანუ ეს მოკლედ სოკოზე ესპანური ენა და შამანი და მითხრეს ჯერ სად უნდა იყო და როგორც კი 3 წელი მუშაობთ ჩემ თავზე რომ უკეთესი ვერსია საკუთარ თავის შემეგნა როგორც კი ვიგრძენი უკვე ანუ შევქმენი უკვე მოკლედ არაფერი თითქმის არ მატრიგერებს დრო არის ჩემი გამოცდის მართლა უკეთესი ვერსია ვარ თუ რაღაცები მაინც დარჩებოდივარ ფსილოციბინური სოკოების მისაღებად ამ სოკოებს აქვს ჰალუცინოგენური მოქმედება რომ პირისპირ დავდგე იმ შიშებთან ან თუ რამე არ მაქვს გამოსწორებული პირდაპირ მომიტა ზედაპირზე პირდაპირ იმ შიშებთან იმ ტკივილთან თუ რამეს კიდე გავურბივარ პირდაპირ ეს ამოვა ზედაპირზე რომ გარდავქმნა ესეც რომ თვალი გავუსწორო და გარდავქმნა და ასე უფრო წინ წავიდე მე არ ვიცი რა დამხდება შიგნით და აი ეს ცოტა მაშინებს ყოველთვის ერთხელ ერთი მდგომარი მყავდა ადრე რა წლების უკან და პირველი როდესაც ესე რუმეიტი შემოყავდა ხოლმე რასაც ვუნობდი რომ ჩემთან არანაირი არც ფლირტი მომწოხ ასეთი რაღაცა არა თუ ესეთი რაღაც შანსი არის მაშინ აქ არ შემოხვდე ჩემთან არ იცხოვრობდე იმიტომ რომ ჩემი არა ნიშნავს არას ხო და არა და მოკლედ ამ ბიჭმა მაინც რა ვიცი აურია და ერთხელ მოვდივარ და ყვავილები რაღაც ვარდები რაღაც საჩუქარი დამახვედრა რა ხატავდი და ეს ახალი დაწყებული მქონდა ხატვა და კონტროლ გაცებული ვარ და მითხრა რომ ძალიან მინდა თქვენთან ერთად ეს შეხვედრას დეიტზე წასვლა მე ესე იგი ავუხსენი ყველაფერი თქვი ხო გითხარით აქ თუ იცხოვრობთ არანაირი ეს მოწოხა და მიხვდა და ამან მითხრა რომ რისი გეშინიო აი რისი გეშინიო ურთიერთობის გეშინიო სიყვარულის გეშინიო ოკეი თავიდან ხო მაგრამ ყველაზე დიდი ყოველთვის რისი შიშიც მქონდა იყო ჩემი ძალის ჩემი შინაგანი ძალის რომელსაც თუ არას გავახვიცებდი მე ჩემი ნიჭების თუ გავახვიცებდი და არასწორად მიმართავდი დავანგრევდი ადამიანებს და ტკივილში მყოფი მე ასეც მოვიქცეოდი გესმით როდესაც გავფრაზდებოდი ამ ძალას მიმართავდი პოზიტივის გარნაგ ამიტომ ამ ძალის გახვიცების მეშინად და პირველად ვარ მზად რომ ბოლომდე გავახვიცო ის ნიჭის ძალა რაც მაქვს იმიტომ რომ ვიცი იმიტომ რომ ყველა ადამიანის მესმის გესმით ყველა ტკივილიან ადამიანის და არასდროს მათ საწინააღმდეგოდ ჩემ ძალას არ მიმართავ პირიქით ეს ძალა ახლა მინდა რომ თქვენთვის რომ შევქმნა რომ დაგეხმაროთ რომ გახსენოთ წამალი თავად ხართ ძალიან მინდა რომ ჩემი ცვლილებით თქვენ შეიცვალოთ უკეთესობისკენ მისის აღსრულება მინდა გესმით და ამიტომ ახლა მზად ვარ და ამ ბიჭას ეს ვთხარი რომ ჩემი თავის ყოველთვის მაშინ
მარტო საკუთარი თავი. და ახლა მზად ვარ. და ამიტომ, როდეს ნიშანი მქონდა რომ იქნები მზად, მაშინ მოვძებნე და ნახეთ. შამანი სოკოებით ესპანურად საუბრობს. ანუ ფაზლი შეიკრა სურათი. და როგორც კი ეგ პირველივე ამომიგდა ეს და მივხვდა რომ უნდა წავიდე, მაგრამ მგონება ისე მეუბნება არა. გული კი. შვიდათ არის. მერტო შემოსად მივდივარ. მური გაახაროს ღმერთმა, მეხმარება დაიტოვებს. დანიელი რჩება, დანიელი მიხედავს დედას, მაგრამ დანიელსაც მიხედავს და დედასაც და მთელი ხამე იქ უნდა გავალთენო და უნდა ჩავიდე ღრმად ჩემში. რამე თუ კიდე გამოსასწორებელია, გამოვასწორო საუკეთესო შესაქმნელად. აი ძალიან არ მინდა. შეიძლება ტირიდამდეც არ მინდოდეს, მე არ ვეწევი, არ ვსვავდა. ამიტომ არ მინდოდა ზოგი მოწევით აკეთო, ასეთი რაღაც არ მინდოდა. და ყოველთვის იყო ხოლმე ნიშანი სოკოებზე 3 წლის უკან და 3 4 წლის უკან. და როდესაც ახლა უკვე მზად ვარ. და ეხლა არის საჭირო კიდე რაღაც, ანუ გამოცდა. ნამდვილად მზად ვარ თუ არა და კიდე თუ რამე არის შიგნით, აი მის გაღვიძება. 2 დღე ვიშიმშილე, ტოქსინებისგან გავწმინდა ორგანიზმი. იმ შამანმა კი მითხრა რომ მივირთვე საჭმელად, დღეს მივირთვე, ოღონდ სუბუქად, იქ ხალხს უმედიერია ეწყება. ამიტომ გაწმენდილი უნდა კიდევ 2 დღე ვიშიმშილე, დღეს სუბუქად მივირთვე. ხოთ რა იქნება, არც მე ვიცი. მეშინია, ძალიან მეშინია. მაგრამ გული მეუბნება რომ მზად ხარ და ნიშნებს მიყვებით და მთავარი რაც არის მათ გვერდზე რომ შევედი. იქ ეწერა რომ ჩვენ აქ უპირობო სიყვარულისთვის ვართ, გასასიარებლად. რა თქმა უნდა ვენდობი სამყაროს. ასეთ რაღაცას მხოლოდ აი ერთი ვიდეო მაქვს გადაღებული. მოусმინეთ. ხამის პირველ საათი ალბათ თორით დაიწყებოდა. სივარ და ვუყურებ აი ნახატ. მე და დანიელი და ფიქრობ რომ ყველაფერი რაც გავაკეთე სიგიშია. ანუ ამ ხელა პასუხისგებლობა ავიღე მარტო. და ის რომ სიგიშები გამეკეთებინა ესეთი ხო რომ მარტო შევჭიდებოდი ყველაფერს. ჩემო ცხოვრება მომამზადა ამისთვის რაც გავიარე. ახლა ცვლილების დროა. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს მარტო. ამას მივხვდი. ბედნიერი ვარ ყველაფრის და ბედნიერი. ამ ვიდეოში როგორც ვამბობ, გიჟი უნდა იყო რომ წახვიდე იქ სადაც საერთოდ არ იცნობ არავის. საერთოდ არ იცი ან მითხარ და ტყეში არის სადღაც. ნუ დაჩაზე არის. იყარი ხარდე, შენ მომამზადე ამისთვის, მადლიერი ვარ. წავედი. დაპურების დროა. ჩემი საუკეთესო ოჯახის. მიყარი ხარდე. პირობად მიყარი ხარდე. პატარა ჩართოს გავაკეთებ ესეც მათი უსაფრთხოების და ჩემთვის დავწერო რომ მენტალური პრობლემები არ მაქვს, ალერგია არ მაქვს, მოკლედ ყველაფერი ჩემს შესახებ ხელი მოვაწერე, რომ ვეთანხმები მათ პირობებს. ეს ჩანდა მომამზადე პირადი ჰიგიენა, ტანსაც ამით წავალ. დანიელი ფეხბურთი არის, მივა. წავალ. ნიშნები თილდან არის, რომ სწორად ვიქცევი და ნახოთ. მზად ვარ. ესე იგი, მოვედი უკვე ტერმინალში. მეკაპას უნდა გავწავე, ნიაგარას მიმართულებით 3 საათი და 10 წუთი. მანქანა როგორ რთული არის, ისე უფრო მალე ჩავდიოდი რა თქმა უნდა. ეს ჩემთვის აუცილებელი ხოლმე, რომ სადმე რომ გავდივარ, ყველაფერი მქონდეს მოწესრიგებული. ანუ ფიზიკური დაღლა ჩემთვის არაფერი არ არის, მთავარია მორალურად ვიყო შვიდად.
მორალურად არ დავიღალო, ანუ რას ნიშნავს, როდესაც იცი რომ რამე გონდა გასაკეთებლა, არ გააკეთე და ისე გახვედი სახლიდან. მორალურად იღლები. ამიტომ გუშინ ყველაფერი გავაკეთე. და ჩემი ექიმთან ყავდა რომ ხელი უნდა მოეწერა რაღაცას სურათის გადაღება. აი მოკლედ თალაგება, დაბანა, ოჯახის წევრების დასუფთავება, ყველაფერი აბსოლუტურად ყიდვა, გაკეთება, ყველაფერი გუშინ, გარეცხა, ყველაფერი გუშინ დავასრულე. დღეს მაგათ დედა ისეთი აშტირებული იყო, ისეთი აგრესიული იყო, იმდენი ვიტირე. ესე რომ დამეკტაკება ხოლმე ისეთი სახით გაშმაგებული სხვა როგორია რომ მოვკლავ და ვაჭმევდი ოღონდ ორჯერ ვაჭამე და სამჯერ ახლა გამოყვებული მყოლოდა ყველა თავიდანვე დავალაგე ყველაფერი გავაკეთე დილიდან და გავამზადე საკვე ყველაფერი რომ აი ესე დამეტოვებინა ყველაზე დიდი იმედი ახლა გმურის კი არ დანიელის მაქვს იმიტომ რომ დანიელი შეიყვანს დედა საფრიფაშაში მოკლედ ყველაფერი გავამზადე და დედა ისეთი აგრესიული კიბეებზე ვატარე ახლა ისინი უკვე ვინც ჩემთან ერთად მიიღებს აი ყველაფერში მონაწილეობას 10 საათიდან უნდა ყოფილიყვნენ მისულები იმიტომ რომ უნდა დაისვენოთ და მე დავისვენე კი რა ძალიან დავიღალე თუმცა ხა ფიზიკურად მე ჩემნე დავიღალე და ეხლა ვიცი რომ მორალურად სულ ანუ დასვენებული ვარ ვიცი რომ აბსოლუტურად გამოკვებული სუსუფთავებში მყავს აი თუ საუკეთესოდ მყავს დატოვებული ოჯახის წევრები და ისე გამოვედი ჩემთვის ეს უნიშნავანია დანიელის იმედი მაქვს საფრიფაშის ყველაფერში ის შეიყვანს და რა თქმა უნდა ეხლა გმურიც მადლობა მას მიხევუთხარი რომ აი ბოლოს კარები როგორ დატოვოს და დედა ჩემთვის კომფორტული იყოს და მოკლედ იცით რა არის იმდენი ვიტირე დღეს იმდენი ვიტირე აი რო არა ის რაშიც ვარ ახლა მე რო არ მინდოდეს აი ასე ჩემი ცხოვრების უკეთესობისკენ შესვლა არ არსებობს არ წავიდოდ ეს არის სიგიჟე რასაც ახლა მე ვაკეთებ თუმცა ხა იმდენად დავიხლავ ხალი იმდენად დავიღალე და იმდენად მინდა საუკეთესო ცხოვრება იმიტომ რომ ვიმსახურებ და ამისთვის არის საკუთარი თავის უკეთესობისკენ შესვლა რომ ყველგან წავალ აი ყველგან წავალ შამათა კი იმის იქით ვტიროდი იცით როგორ ვტირდა ესე დამეტაკა მირტყადე და ჩემ მერტო ჩემს მინდოდა რომ მესამეჯერაც ეჭამა ნუ ცოტა ვაჭამე ესეც თუმცა საჭმელი დავტოვე და იმედი მაქვს მე დანიელი მისცემს და მიირთმევს და კარგად გამოყვებილია მაგრამ აი ეს მესამეჯერაც მინდოდა რომ ძალიან კარგად ყოფილიყო გამოყვებული ოდნავ მიირთვა ხინკალი და არჩივი დამეტაკა და იცით როგორ ვიტირე ვეხოწებ დედამ ჭამე მეთქი დამეტაკა კატე მოკლედ ვიტირე რომ მეთქი იქით წავალ მე რა გავაკეთო რომ შევცვალო მეთქი ეს ყველაფერი 4 წელი არის გესმით უკვე და ვიცი რომ აი დედა იმიტომ არის ჩემთან რომ ტრანსფორმაცია გამიცადო და ბოლომდე რომ უნდა გამიცადო რა შეიძლება მალე როა მივიღო ის რასაც ვიმსახურებ საუკეთესოს რო გამოვედი ნიშნები იყო რომ სწორად ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებ აი ვიდეოში ნახავთ მოკლედ იქ არ ვიცი შეიძლება თუ არ გადახება სანამდე შეიძლება გაჩვენებთ და სიგიჟეა მაგრამ აუცილებელი არის მე თუ გამომივა ნიშნავს რომ თქვენს აი იცით როგორ ამაზე ქვევით ამაზე ფსკერზე არაფერი არ არის ამისი ცხოვრობ რუმეითებთან გმურებთან ერთად ნაქირავებში ავტყოფ დედასთან ერთად ბავშვთან და მარტო ვაკეთებ ყველაფერს აი აბსოლუტურად ყველაფერს და მე თუ უმანქანთან კანადაში მანქანის გარეშე ყოფნა არის ურთულესი მე თუ გამომივიდა შენ აუცილებლად გამოგივა და ამისთვის მიიღებს ამ ყველაფერს საკუთარი თავის უკეთესობისგან შეცვლა ამისთვის მიიღებს ეს ყველაფერი ჩავჭექი უკვე ავტობუსში მალე გავალთ ჩამოვედი
ვარ. მოკლედ იქით ვართ გადანაწილებულები. ბევრი ხალხი არ არის, ცოტა არის. ახლა შემიძლია გადაღება, მე უკვე არ შემეძლება და მოკლედ ღმერთის წყალობით ყველაფერი ისე მიდის, როგორც არის აუცილებელი. მე ამის წამს და ჯერა საქართველო ჩემთან არის და ბედნიერი ვარ, ნახოთ. ყველაფერს შეგრძნებებს გაგიზიარებთ შემდეგ, აპატროებით, მიყვარხართ. ძალიან გემრიელი ყველაფერი, ნატურალურია, თვითონ აქვთ მოყვანილი, გემრიელია. სახლში ვარ უკვე, ღმერთის წყალობით, ანგელოზების ყველასო დანიელის წყალობით, დედა, ყველა დანიელით, ყველა მშვიდობი დაუხვდა, ნახატები ყველაფერი ისეთი მადლიერი ვარ, ეს კი ასე იყო აუცილებელი. მადლიერი ვარ ყველას იმდგმური, ჩემი რუმეეთის ყველას დიდი მადლობა და ახლა გაგიზიარებთ გამოცდილებას. ეს იყო საოცარი. იცით რა მოხდა, რას გრძნობ, რომ აი წიგნს წერდი, ჩემცო 3 წელი მუშაობდი ჩემ თავზე, აი ჩემი დედაშვილი მაგალითად და ქედევა ნაზანიშვილი ხო დამეხმარებოდა, რომ აი ამას მიაქცია ყურადღება დავუშვი და აი ეს და მე ჩავიდოდი ხრმად და ვამუშავდი აი დამეხმარება მიმართულებას მომცემ და დამეხმარებოდა, რომ დამემუშავებინა და ასე შემდეგ და მე ვავრცობდი, ანუ მე ვაგრძელებდი ამაზე მუშაობას და აი ესე 4 წელი არის დაახლოებით მუშაობ ჩემ თავზე და მზად ვიყავი უკვე ამ ყველაფერს. აი ამიტომ იყო ზუსტად იმ დროს, როდესაც მანამდეც ახლა ჩამიწერია ეს სოკოებზე ინფორმაცია, ადრე მოვივი და ჩამიწერეთ, არაფერი არ მომვარდა და აქ რო ჩავწერე, ეგრევე ამომივარდა სოკო. ნიშნები რა იყო სოკო, ესპანური ენა, შამანი. ეს ქალბატონი შამანი, ვინც საუბრობს ესპანურად. ეს არის საოცრება. და ესე იგი რა შეგრძნება მქონდა, მოკლედ ეს სოკო როდესაც დამალევინეს, თავიდან რო გაეწმინდა ჩემი მესამე თვალი, pineal gland, ანუ ტოქსინებისგან და ასე შემდეგ, მოკლედ რაღაც პუდრივით არის, რაღაც მცენარეული არის, აი ეს ხის რაღაც ხელსაწყო იყო და ესე შეუბერა სული და პირდაპირ ჩემ ნესტოებში შევიდა ეს და აი აქ გრძნობდი წმენდას, აი საოცრად რაღაც მცენარეული არის, საიდანაც არის, აი იქ მოიპოვება ეს ყველაფერი. ამის შემდეგ უკვე ანუ იქ და თვითონ აი ამ შამანს მქონდა ისეთი მკურნალი, მღეროდა და თავიდან უპირობო სიყვარულზე საუბრობდა, ამიტომაც აი მის გვერდზე რო შევედი, ნახე რომ იქ იყო ჩვენ უპირობო სიყვარულის გამავრცელებლები ვართო და ამიტომაც თქვი რომ აი ეს არის სადაც უნდა წავიდე თქო და ნახეთ როგორ რაღაც მოხდა და რომ საუბრობდა უპირობო სიყვარულზე, რომ ყველა ერთნი ვართ და ესე იგი აი უკვე ამან ტრანსში გადამიყვანა, უკვე ტრანსში ვიყავი და მე რო დავლია სოკო, ესე იგი რა მოხდა? აი დამაგრია, აი ესე მეგონა მთელი ძვლები გადამიტეხეს თქო, დამშალა, რომ ხელმეორედ ამეწყო საკუთარი თავი, აი საერთოდ დავიშალე და მაკანკალებდა და რა დამემთა მუსიკაც აი ესე გადაყავდა ამ დროს მე რომ აკაკალებ ცოტა ისეთი მძაფრი მუსიკა იყო და მე როდესაც მომეშვა და უცბად აი ესე თავი ამოვყავი დედაჩემის მუცელში იმიტომ რომ ტრამვად ჩემი დაიწყო როდესაც დედაჩემის მუცელში ვიყო იმიტომ რომ მამაჩემი სცემდა დედაჩემს და იქიდან არ გრძნობდი უსაფრთხოდ არ გრძნობდი თავს და კიდე საკეისრო კვებით ამომიყვანეს იქიდან და მოკლედ ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესული იყო რა არ ვიყავი მზად არ მინდოდა იმიტომ რომ უსაფრთხოდ არ გრძნობდი თავს და კიდე ასე ვიღაცა რო ჩაერია და ძალით რომ ამომიყვანა ეს ჩემთვის ძალიან სტრესული იყო და მოკლედ ჩავედი აი იქ და დავიწყე იქ
მიყურნება და ნახეთ აი თითოეულ ძარღვს გრძნობდი და როგორ იყო იცი თავიდან აი ეს ის არის რა ქვია თითქოს ხო ვიჩექი იმაში რა ქვია ჩემს მიწაში თავიდან აი როგორც ემბრიონი დიდი აგრესია აქვს ესეთი თავიდან დიდი ადგილი იყო აი დიდი ადგილი იყო იმიტომ რომ ემბრიონი ვიყავი და მე როგორც კი ვიზრდებოდი ვითარდებოდი გესმით ოღონდ ვითარდებოდი უკვე ჩანსახად შენ თავს მეუბნებოდი რომ მიყვარ ხარ სიმშვიდეში ხარ დაცული ხარ შეგიძლია თავიდან დაიბადო დაცული ხარ იცოდე გამზადებ ამ ყველაფრისთვის და ნელ ვიზრდებოდი და როდესაც მზად იქნები მაშინ დაიბადე მეთქი ჩემთან და პარალელურად აი ესე ხო ვიყავ და პარალელურად მე ხვდებოდი თითქოს პეპელა ვიყავი ჭუპრში და აი იქიდან ვითარდებოდი ღმერთო ჩემო ეს იგი ეს იცით როგორი შეგრძდა აი როგორც პეპელა თუ ნახე თუ გაქვთ აი ეს რო კანკალებს აი ესე კანკალებდი და ხედავდი როგორ ყალებდებოდი აი ნელა ყველაფერი იცვლებოდა და იცით ყველა საოცრად და მუსიკაც გადავიდა ისე და აი უცბად ამ ყველაფრიდან აი ჭუპრში ვარ პეპელა ვხდები და აი როგორ იცით როგორი სიმშვიდე აი ჯერ ხო თვითონ ამ ჭუპრში ყოველთვის მეგონა რომ ტკივილში იყო ტრანსფორმაციის დროს პეპელა აი ტრანსფორმაციის პროცესში აი ისე აი მე რაღაც მომენტში ისეთ სიმშვიდეში არიან თურმე ისეთ უპირობო სიყვარულში არიან დობაში არიან გესმით აი დობაში ვიყავი და აი მარტო სიყვარული დობა და მოლოდინი იმისა ტრანსფორმაციის მოლოდინი მერტო ჩემ რო იცი რომ აი რო ენდობის სამყაროს აი უბრალოდ ხარ აწყვოში და ელოდები უბრალოდ შენ დროს შენ ტრანსფორმაციას ამას დიდ ბედნიერება არაფერი არის და მე ისე ვხტებოდი დავუშვათ ვარ დედა ჩემის მუცელში და უცბად იქ ხელებზე პეპლები მაქვს ანუ იქაც ტრანსფორმაციას განვიცდი და როდესაც უცბად ეს პატარავდება და წარმოვიდგინე საბანს ვერ ახვიქო როგორც საბანს აი რაც მქონდა გადახურული აი ესე ხელს ვატებ და ასე მგონია რომ იქიდან დედა ჩემ მომატებს ხელს ანუ კანი არის ჩულებრივი კანი არის აი ძარღვები ყველაფერი და ეს კანი პატარავდება ანუ აღარ მაქვს ადგილი და ჩემთანს უთხარი ახლა უკვე დაბადების დრო არის შენ უკვე სხვა ხარ შენი ახლა დაბადების დრო არის მეთქი და დავიბადე ფრთებით არაფრის გაკეთება თუ იცი ანუ ჩემინებით დავიბადე გესმით და გავბეთნიერდი უსაფრთხოდ სიყვარულში დავიბადე გავკურნე ის ბავშვი აი ეს ემბრიონი გავკურნე და დავშვიდდი მერტო ჩემ ისეთი მადლიერება თან ჯგუფიც მე ერთმა ქალბატონმა წამომიყვანა ეს იგი ძალიან ადრე ჩამოვედი კანადაში მანქანა ყავდა და ღმერთმა ისიც ესპანურად საუბრობდა ღმერთმა გაღაროს პირდაპირ ჩამომიყვანა და თვითონ თქვა რომ აი ესეთი კარგი ჯგუფი ჯერ არ ყოფილაო წლებია ეს ხალი აკეთებს და ნახეთ რისი თქმამი და მე ამისთვის მენტალურად მოვემზადე ანუ მე უკვე სამუშაო მქონდა ჩემ თავზე გაკეთებული რო არ მქონდა ასეთ გამოცდილებას ვერ მივიხებდი სხვებს ვისაც არ ქონდათ სამუშაო გაკეთებული ისინი უბრუნდებიან კიდე და ნუ მოკლედ დიდი დრო უნდა რა ისინი და შეიძლება უფრო იკარგებიან აი რამდენიმე ერთი გოგო იყო რომ აი იმას რაღაცა საოცრებას ელოდებოდა რა არაფერი არ ვიმასქენიო რა იმიტომ რომ არ იყო და თვითონ იყო თურმე იოგის მასტერი ნუ მოკლედ რამდენი რამის მასტერი ვერც კი წარმოიდგენთ რაც ჩამომითვალ და რას მივხვდიო იცით განკურნებული არ ვარო მეო და სხვების განკურნება რო დავიწყო პირიქით კი არ კურნავდი ავათხვდით ანუ თავის ტკივილს გადასცემდა რეალურად რა ანუ განკურნებით ეგონა რომ თავადაც განიკურნებოდა და უფრო იკარგებოდა და აი რეალური კურნება გადაწყვეტა თუმცა რაც უნდა გააკეთოს ჯერ არ უნდა დალიო შენ თუ არ ხარ ამისთვის მომწიფებული 3-4 წელი არის ჩემ თავზე ყოველწამიერად ვმუშაობდი ტკივილში ვჯდებოდი დედა ჩემის ყვილში აი ჩიქ ჩავჯდებოდი და იქიდან ვაღვიძებდი ყველაფერს უპირობო სიყვარულს ერთმა ბიჭმა თქვა რომ აი ამ სოკომო დამანახაო რომ ჩვენ ყველა ერთი ვართ ჩვენ ყველა უპირობო სიყვარული ვართ მაგრამ რო ვხიზლდებიო მე ვერ გრძნობო და უფრო დაკარგული იყო და ანუ ვიცი რომ ჩემში არისო და გარეთ აღარ უნდა ვეძებო სხვაში ადამიანში რაღაცა მაგრამ ვარო იმიტომ რომ სულ გონებაში არის არ აქვს
გული გახსნილი გესმით? ამიტომ ჯერ უნდა იმუშაო შენ მენტალურად და მერე უნდა დალიო ეს სოკო. აი მაშინ მოხდება ტრანსფორმაცია რეალური. აი ჩემთვის ასე იყო რომ დავწერდი წიგნს, ჩემი ტრანსფორმაციის წიგნს და წავედი და იმ შამანთან დავსვი წერტილი. აი გამთავისუფლდი ტკივილისგან, გამთავისუფლდი ტრამვებისგან. ეს იყო საოცრე, არნახული გამოცდილება, ხო გეუბნებით, ნუ აი ხელმეორედ დავიბადე. და ნიშნებიც იყო, რომ აი სწორად ვაკეთებ, რომ მივდივარ და მე აქ საერთოდ უფასოდ ჩამოვედი იმ ქალბატონმა ჩამომიყვან და მოკლედ ყველაფერი ისე აეწოდ, დედა, სახლი, ყველაფერი მშვიდობით დამხვდა. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მართალ გზას ვარ დამდგარი. ანუ რასაც ვაკეთებ, არის მართალი. აი ეს ყველაფერი არის ამის დასტური. თუმცა თუ არ ხართ ამისთვის მომწიფებული, არ უნდა გააკეთოთ ეს. ჯერ უნდა მომწიფდეთ, ჯერ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე მაქსიმალურად, რომ მე უბრალოდ ამ ყველაფრის დასვა წერტილი. თუ რაღაც კიდე განსაკურნია, აი ეს მოახდეს თქვენ საბოლოო ტრანსფორმაციას ახლიდან დაბადებას. და ცხოვრება გეკნებათ არნახული. მადლიერი ვარ და ბედნიერი. იქ პატარ-პატარა ვიდეოებიც გადავიღე, ხა ბევრი ვერ გადავიღე. თვითონ პროცესში რატო არ შეიძლება მობილური კონდეს თურმე ეს ადამიანები რა ჰალუცინაციების დროს ხან ვისურეკავენ, ხან ვისურეკავენ ზოგიერთი. აი იცით როგორ განჯღრებს, ასე გონია რომ კვდებიო. აი ფაქტობრივად მოვკვდი და თავარი არ უნდა დაიძინო მაგ დროს. თუ დაიძინე, всё. ანუ ძილში ანუ ორგანის აქვს დაცვითი მექანიზმი, რომ აი დროგონია რომ კვდები და ეგრევე გთიშავს და არა. აი უნდა გადალახო მე ვთქვა და მე ვთქვა არ დაიძინე და აი რო არ დავიძინე მე ახაცა აი დავიბად და თითქოს ამ ჭუპრიდან ხო გამოვედი და აი ეს გადავაგდე იქით ახარ მიდოდა და მაკანკალებ და მე გავთბი და აი გავხდი უპირობო სიყვარული. საოცრება იყო. და კიდე მთავარი, ეს იგი ასე მეგონა რომ როგორ იცით, აი მიწაში ვიყავ. ხედავდი თითქოს აი მიწიდან ფესვები ამოდიოდა, თითქოს მეც ფესვები მქონდა და სულ მიწაში ღრმად ჩავედი. არა ამას ვერ ვწევდი თავს, ესე მეგონა მიწაში ვიყავი თლიანად ჩაფლული. აი თლიანად ჩაფლული აი აქედან ფესვები გამოდიოდა, თითქოს აი ფესვები და იქიდან რაღაც ჭიები კი არა და ეს მატლები და აი ყველაფერს ვხედავდი, თითქოს მიწაში ვიყავიო და მე აი მოკლედ ამ მოგზაურობდი პეპლის ჭუპრიდან დედის მუცლიდან მიწაში და აი და ამ დროს ჩემო დედაშვილმა რა თქვა იცით და უცბად დავინახე წყალი და მითხრა რომ აი ეს წარმოვიდგინეო რომ თითქოს სანამ მე ამას ვეტყოდი თითქოს წყალში შეხვედი და იქიდან საერთოდ ახალი გამოხვედი ოკეანეში სხვაში შეხვედი ახალი გამოხვედი და ზუსტად ეს მოხდა მაგ დროს როდესაც დავინახე ზღვა თუ ოკეანე ნუ წყალი მაშინ იყო ჩემი ტრანსფორმაციის დასასრული ვასრულებდი რა და მისი ენერგია ვნახე თუმე ბოლომდე არ ჩავწერია და მისი ენერგიაც დამეხმარა ჩემი დედაშვილის ქეთის ენერგიაც დამეხმარა ტრანსფორმაციაში ამიტომ არის რომ მარტო ადამიანი ვერაფერს ვერ გავხდები ორი უკვე ძალა არის ორი ადამიანი ერთად არის სასწაულების მომხდენი და ძალიან მადლიერი და ბედნიერი მიყვარხარ